მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ჩვენ ნახოთ საჯარო გაშლა თემაზე თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, ნახოთ მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, ვარიანტი გვექნება სულ 2. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ნახოთ აბა, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. პირველი ვარიანტი ასეთი თქვა, მეორე ვარიანტი ასეთი თქვა. გონი კარგად ჩანს. აირჩიეთ სასურველი. შეგახსენებთ ასევე, რომ გასრავად რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ როგორც ეს ვიდეო, ასევე ვისაც არ გაქვთ ჯერჯერობით მოწონებული ჩემი გვერდიც. აირჩიეთ ვარიანტი და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. ხმლების ხრიანი ამოვიდა, მეგობრებო. პირველი ვარიანტი, თქვენ ზედმეტად ბევრ შიშებში ხართ თუ რა ხდება? იმიტომ რომ ხმლების ხრიანი მეტყველებს უმძლავრესი შიშებისა და უმძლავრესი შფოთვების შესახებ თქვენში რაღაც ნეგატიური აზრები გაქვთ, რაღაც ნეგატიური ფიქრები გაქვთ, რომ აი მე ეს არ შემიძლია, ან ის არ შემიძლია, ჩემთვის ეს შეუძლებელია. ჩემთვის შეუძლებელია კარიერული წინსვლა, ზრდა, სამსახურის პოვნა, რაღაც ასეთი ფიქრები იკითხება კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე. და რატომ ხართ ასეთ ნეგატიურ ფიქრებში? მოდით პირდაპირ ვიქნებით და რა სახის გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ ნეგატიური ფინანსების და კარიერის კუთხით, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ იგივე აუცილებლად განმეორდება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთვის შეუძლებელია და თქვენ ბრჭყალებში გაწერიათ უბარაქობა და უფინანსობა. დავუმატოთ არკანები და ვნახოთ აბა, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტი თქვენი ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. არკანი მზე, არკანი იმპერატორი კაცი, თასების რაინდი, თასების ცხრიანი. და არკანი მაგი. პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენს ხელში არის აბსოლუტურად ყველაფერი. არკანი მზე მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენი ფინანსები და თქვენი კარიერა აუცილებლად გაიზრდება, აუცილებლად წავა წინ ამ 2 თვის განმავლობაში, თუ თქვენ თავად მოინდომეთ და თუ თქვენ თავად გაქვთ არა მხოლოდ ამის სურვილი, არამედ ამის მონდომებაც, იმიტომ რომ უბრალოდ სურვილით ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გვინდოდეს, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გსურდეს, ხო? მაგრამ თუ თქვენ მაგალითად ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე არ მუშაობთ და არ გაქვთ სამსახური და გსურთ რომ იპოვოთ, აუცილებლად მოგეცემათ ამის შანსი კონკრეტული მამაკაცისგან. თითქოს კონკრეტული მამაკაცი ან მასკულინური ენერგიის მქონე პიროვნება შემოგთავაზებთ რაღაც კონკრეტულ სფეროს, რაღაც კონკრეტულ სამსახურს. დიდი ალბათობით ან ვერძი იქნება, ან რომელიმე ცეცხლის ან წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, უფრო ცეცხლის ენერგიები მოდის. აუცილებელი ეს არ არის, რა თქმა უნდა, ზოდიაქო დაემთხვას, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა, მეგობრებო, მაგრამ კონკრეტული მამაკაცისგან წამოვა შემოთავაზება. ხოლო თუ თქვენ ახლა მუშაობთ და მაგალითად წვალობთ იმის გამო, რომ გსურთ დაწინაურება და ვერ წინაურდებით, აქაც კონკრეტული მამაკაცისგან მოვა თითქოს დახმარება, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენ თავადაც იყოთ მონდომებული. ხვდებით ხომ? ანუ პირველი ვარიანტი აქ აბსოლუტურად ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არკანი მაგი ამოვიდა თავად, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად თქვენს ხელში არის. თქვენ ახლა ამ საჯარო გაშლას მხოლოდ იმისთვის უნდა უყურებდეთ, რომ შეახსენოთ თქვენ თავს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და რომ ყველაფერი თქვენს ხელში არის მაქსიმალურად. მხოლოდ ამისთვის. და მე აქ ვხედავ თასების ცხრიანი და თასების რაინდი. ვხედავ ძალიან ბევრ შთაგონებას, ძალიან ბევრ მუზას, ძალიან
დიდ კმაყოფილებას თქვენი ფინანსური ენერგიითა და ფინანსური რესურსებით, მაგრამ მონდომებაა საჭირო. ვისაც გაქვთ თქვენი რაღაც ბიზნესი და თქვენი რაღაც სამსახური, ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყოდით იმას, რომ ძალიან კარგი პერიოდი მოდის თქვენს რეალობაში, ძალიან ბევრი შთაგონების პერიოდი, ამიტომაც როდესაც თქვენ გექნებათ შთაგონება იმისა, რომ რაღაც გააკეთოთ და რაღაც შექმნათ, აუცილებლად არ გამოტოვოთ ასეთი მომენტი, ასეთი საკრალური მომენტები. და საბოლოო ჯამში პირველი ვარიანტი თქვენი ფინანსები, თქვენი მატერიალური კეთილდღეობა ძალიან კარგად, ძალიან მყარად და ძალიან ზრდაში მიდის ამ 2 თვის განმავლობაში. მაგრამ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია დაამუშავოთ ეს თქვენი რაღაც შიშები, თუნდაც გვეცნობიერული შიშები იყოს ეს იმისა, რომ რაღაც არ გამოგდით ან არ გამოგივათ და რა თქმა უნდა საჭირო არის მონდომება. უკაცრავად, მაგრამ ფიქრობ ყველამ ვიცით მშვენივრად დივანზე ჯდომით ფული არ იშოვებაო. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, შიშებს მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთხელ, გავიმეორებ და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება? პენტაკლების ტუზი ამოვიდა პირდაპირ. ახალი შესაძლებლობები, ახალი პოტენციალი, ახალი პერსპექტივები. დავიწყებ იმით, რომ თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გაქვთ სამსახური, აუცილებლად იპოვით ამ 2 თვის განმავლობაში, აუცილებლად მოგეცემათ ამის შანსი. ასევე აქ აშკარად ვხედავ და იგრძნობა ისიც, რომ ბევრმა თქვენგანმა უკვე დაიწყო რაღაც ახალი სამსახური, თითქოს რაღაც ახალ ენერგიებში უკვე ხართ იმ ენერგიებში, როდესაც რაღაც ახალს იწყებთ, ახალ სფეროში იწყებთ მუშაობას და თითქოს ამის გამო და გაინტერესად საჯარო გაშლამ, რომ ნახოთ კონკრეტულად ამ ახალ სფეროში, ამ ახალ სამსახურში რა და როგორ იქნება. და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება, იმიტომ რომ ეს არის არკანი, რომელიც მეტყველებს არამხოლოდ ფინანსურ, არამედ კარიერულ ახალ შანსებზე და ახალ პერსპექტივებზე, ახალ სტაბილურობაზე, სტაბილურობისა და ფინანსების ფინანსური სიმყარის განახლებაზე. დავამატოთ კიდევ არკანები დავნახოთ. რა ელის ფინანსურად და კარიერულად მეორე ვარიანტს 2 თვის განმავლობაში. კვერთხების სამიანი, არკანი სამარო. მეგობრებო, თუ თქვენ ფიქრობთ იმის შესახებ, რომ რაღაც ახალ სფეროში დაიწყოთ მუშაობა, ან დგახართ რაღაც ისეთი არჩევნის წინაშე, რომ აი გადავიდეთ თუ არა ახალ სამსახურშიო, მე თქვენ აქ გირჩევდით იმას, რომ გადახვიდეთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შესაძლოა ნამდვილად იყოს სირთულეები, უფრო ადაპტაციის გამო, მიუხედავად ამისა, აქ თქვენ დადგებით სრულიად ახალ გზაზე, სრულიად ახალი მსოფლმხედველობით და სრულიად ახალი ენერგიებით, რომლებიც მოგცემენ იმის საშუალებას, რომ არა უბრალოდ გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა და ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ, მათ შორის თქვენს ფინანსურ ენერგიასაც, არამედ მოგცემთ იმის საშუალებასაც, რომ აიმაღლოთ თქვენი თვითშეფასება, მეტად დარწმუნდეთ საკუთარ თავში, მეტად დარწმუნდეთ საკუთარ ენერგიებში. ასევე თუ თქვენ გაქვთ რაღაც თქვენიან ბიზნესი ან რაღაც ისეთი საქმიანობა, სადაც მხოლოდ თქვენ ხართ და ფიქრობთ კონკრეტულ რაღაცაზე, რომ აი ვცადო თუ არა ეს დაუშვათ კონკრეტული ეს ფუნქცია და უშოთ შევამატო თუ არა ჩემს ბიზნესს, აუცილებლად სცადეთ. აუცილებლად. გაფრთხილებთ, რომ თავიდანვე ყველაფერი ნამდვილად შეიძლება არ გამოვიდეს, თუმცა ზოგ თქვენგანთან ნამდვილად ყველაფერი თავიდანვე გამოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყოველივე იმოქმედებს ძალიან პოზიტიურად არა მხოლოდ თქვენს ფინანსებზე და კარიერაზე, არამედ თქვენს შინაგან მდგომარეობაზეც. თქვენ მეტად გამოიმუშავებთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობას, შემოვა მეტი სიმყარე და აუცილებლად იქნება თქვენი სტატუსისა და რეპუტაციის ზრდა. და გარდა ამისა, თითქოს მეტად სხვანაირად შეძლებთ, რომ შეხედოთ სამყაროს, სულ სხვანაირი თვალებით. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და